მეგობრებო, ჩემი მრავალი ასეული კლიენტის დაკვირვებაზე ყველა თვეში და ამდენი წლის დაკვირვებით ნეკრომაგია, რომელ ადამიანსაც აქვს ცხოვრება მისდით დაახლოებით ასე. ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ მე გეტყვით რამოდენიმე ადამიანის მაგალითს. მაგალითად, თუ ნეკრომაგია აქვს გაკეთებული მაგალითად მამას, თუ მისი мама იყო მექალთანი და ასე შემდეგ და ნეკრომაგია გაუკეთდა, მისი შვილები და შვილიშვილები არიან შემდეგ პოზიციაში. გოგონებმა რაც არ უნდა შექმნან ოჯახი, ყველა ოჯახი ენგრევათ. თუ მაგალითად ყავთ 3-4 შვილი, 4 შვილიდან ერთი შეიძლება ცხოვრობდეს შედარებით ძალიან კარგად, კარგი ოჯახი შექმნას, მაგრამ ბიჭი აუცილებლად იქნება ან ლოთი, მეგობრებო, ან ნარკომანი, ან მოთამაშე და გოგონას მრავალჯერ დაენგრევა ოჯახი. ეს რატომ ხდება ასე, მეგობრებო? იმიტომ რომ ნეკრომაგია ოჯახიდან ყველას ვერ ირჩევს. ირჩევს იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე დაბალი ენერგეტიკა აქვთ. ამიტომ ჯერ მათ ანადგურებს, შემდეგ მათი პრობლემებით, რა თქმა უნდა, დამწუხრდებიან თავიანთი ხალხით და მათ ნერვიულობაზე ადამიანს უფუჭდება, რა თქმა უნდა, ხასიათი, ჯანმრთელობა და ნეკრომაგია უღებს ბოლოს. ადამიანებს გონიათ, რომ იცი რა, აი ნეკრომაგია და საფლავში ჩამარხული. არა, მეგობრებო. ჯადო რით იკეთდება, ხო? ჯადოს ფუნქცია რა არის, რომ თქვენ ნერვიული სისტემა გაგეთიშოთ, ფიქრი შეწყვიტოთ მომავალზე, ვერ განვითარდეთ, ვერ იმუშაოთ. ზოგ ადამიანს მაგალითად აქ ემიგრანტები მეუბნებიან, რომ აი ძალა, ენერგია არ აგვაქვს, მაგალითად, რომ თუნდაც ერთი წლები ვართ აქ და აი ერთი რაღაცა გავაკეთოთ, სიახლე გავაკეთოთ, არაფრის ენერგია, არაფერი არ აგვაქვს. ხშირ შემთხვევაში არის ნეკრომაგიის ბრალი, ხშირ შემთხვევაში არის სხვა ჯადოს ბრალი, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, მეგობრებო, და თუ აღმოგიჩნდათ ნეკრომაგია, აუცილებლად თუ რა თქმა უნდა სერიოზულმა ადამიანმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ ნეკრომაგია და არა შარლატანმა, რა თქმა უნდა მოიხსნათ. ნეკრომაგიის მოხსნა ყველა ადამიანს არ ძალუძს, მეგობრებო, არც არავინ მოგატყუოთ ამას 400 ლარად და 600 ლარად არავინ არ მოგიხსნით, იმიტომ რომ ნეკრომაგია არის ძალიან ენერგიის დამკარგველი, ჩემთან პირადად ნეკრომაგიის მოხსნა ღირს $2200, კიდევ კარგი ფასები მაქვს. ნეკრომაგიის მოხსნა მეორე დღეს მე მაგალითად ძალიან ისე ვიღრები, ვეღარ მუშაობ. ამიტომ